ასეთი ამინდია, ჩემი ვარაუდით ფენა გადაიდება, ასე მოვიდა. საშინელება ხდება. როგორც იმიტომ რომ ჩანგალი აღარ გქონდათ. ეს პარკინგია აეროპორტის ტერიტორიაზე, სადაც არის მოთავსებული უამრავი მანქანა. მსგავსი პარკინგებიდან გამომდინარე ქუჩაში თითქმის ვერ შეხვდებით თუ ერთად გაჩერებულ მანქანებს. შეგახსენებთ, რომ ამ მოგზაურობაში კომპანია თბილმა სახმა გაგუშვა 4 თანამშრომელი. ავსტრიაში ჩაგვიტარებენ ტრენინგებს. შემდეგ დღეს კი წავალთ გერმანიაში, სადაც გაიმართება სახანძრო სისტემების გამოფენა. მიუნხენში ჩამოფრინდით დილის 10 საათზე სამწუხაროდ ავტობუსმა გაგვასწრო, რომელთაც უნდა წავსულიყავით ნიურნბერგში. შემდეგი წამსვლელი ავტობუსი კი საღამოს 7 საათზე იყო. რა თქმა უნდა 7 საათამდე აქ არ გავჩერდებოდით და წავედით ტაქსით მარია პლაცის მოედანზე. აქ უბრალოდ შეუკვეთე პატარა ლუდი და კანჭი. უბრალოდ ლუდი მომიტანეს ბოჭკით. კანჭი კი მიმდარმა ამასა. რასაც დღესაც ნერვიულობ. მოკლედ მოვიარეთ მეგობრებო. ეხლა მივდივართ აეროპორტში. დაახლოებით გვაქვს საათნახევრის გზა. და იქიდანაც შევთავაზებთ ვიდეოს. ავდივართ ახლა ავტობუსში. ჩამოვედით ნიურნბერგში, ეხლა აქედან წავალთ მეტროში და იქიდან გავვალთ ჩვენ სასტუმროში. ეს არის ჩემი ნომერი, მეგობრებო. ეს არის საავაზანო. აგერ არის პატარა საძინებელი, მშვენიერი კომფორტული ოთახია, მინდა გითხრათ. მშვენიერია. აქ საუბრობთ და ვნახოთ როგორი ხედები იქნება. ნორმალური ბინა არის საკმაოდ. დღეს დავრჩებით აქ ერთი დღით. ერთი დღით რა დაახლოებით 3-4 საათი დილით ისე მივდივართ ტრენინგზე ავსტრიაში. გათენდა მეორე დღეც და წავედით ავსტრიაში მატარებლად. რა თქმა უნდა, აქაც ვერ ჩაიარა ყველაფერმა კარგად, მატარებელმა გაგვასწრო და შემდეგი წასვლა იყო 4 საათის შემდეგ. მაგრამ თავარი მშვიდობით ჩავედით. აქ რამაც ნებს მეც არ ვიცი. ავსტრიაში ჩამოსულებს დაგვხვდა კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც წაგვიყვანა კომპანიაში. ცოტა ხნის შემდეგ შევედით კომპანიის საწარმოში, სადაც დაგვათვალიერებინეს სახანძრო სისტემების დანადგარები. მოვედით ახლა ავსტრიის სასტუმროში. ეხლა შევდივარ ნომერში და გაჩვენებთ ჩემ ნომერს. ეს არის ჩემი ნომერი. აქეთ არის პატარა სააბაზანო. აქეთ არის პატარა მისაღები. აქეთ ჩემვდივართ, ეს არის ჩემი ლოგინი. ეს კი მე მეგობრებო. ეს ის მეორე ლოგინი. ნახოთ აბა როგორი ხედები გვაქვს. სასწაული.
ეხლა მივდივართ სასეირნოდ ქალაქში. ეხლა ვიმყოფებით ლინცში, თუ სწორად ვიცი, უფრო სწორად. მოკლედ მეგობრებო, ავსტრია არის ძალიან ლამაზი. სად დავდივართ ეხლა არ ვიცით. აზზე არ ვართ. მეტად აზზე არ ვარ, სად დავდივართ. იმედია მივაგნებ სასტუმროს. ესეც სუბუქი საუზმე. ყველაფერი იყო ნორმალური. უბრალოდ ქართული საჭმელები ბევრად მაგარია. შედარებას არ არის საჭირო შედარებას. ვერც კი შეიძლება ვერანაირად აქაური საჭმელები. ახლა ავსტრიაში ვარ. უბრალოდ ჭამე ხათრით. მოკლედ ახლა გავჩერდით ბენზინგასამართ სადგურზე. უნდა ვიყიდოთ სასმელი რამე. თან ძალიან მაგრად ცხელა. გვაქვს დარჩენილი დაახლოებით 2 საათის სავალი გზა და ჩავდივართ ნიურნბერგში. სადაც დავბინავდებით. ახლა ვიყიდე 10 ლარიანი წყალი და გავშინჯოთ როგორი იქნება. დავარა. ჩამოვედით გერმანიაში და მივდივართ შემდეგი სასტუმროსკენ. საკმაოდ კარგი ნომერი არის. აგერ არის ტუალეტი. აქეთ პატარა საძინებელი. საკმაოდ კარგი ნომერია. პირველ დღეს სადაც დავრჩით, მაგ სასტუმროს მოპირდაპირე ნომერი არის. მოპირდაპირე სასტუმრო უფრო სწორად. მოკლედ გამომზადე მეგობრებო. ეხლა გავდივართ ნიურნბერგში. ვახშამზე მივდივართ. იქიდან კიდე გავისეირნებთ ქალაქში. გაჩვენოთ ყველაფერს მაქსიმალურად. ნიურნბერგი საღამოს დაახლოებით 10 საათის მერე უკვე გათიშული არის განათებისგან ყველანაირად რა. არაფერი ჩართული არ არის. საღამოს მაღაზიას ვერ ნახავ. ელემენტარული უბრალოდ წყალი რომ მოგინდეს ვერ ნახულობ ვერსად. მოკლედ მეგობრებო, მოვიდა ჩვენი საქართველოში დაბრუნების დღეც. ახლა არის დილის 8 საათი დაახლოებით. ჩავალთ საჭმელად. იქიდან ვარგებს გავიმზადებთ, უკვე ამოვალთ ვარგების გასამზადებლად და შემდეგ დავბრუნდებით საქართველოში. სანამ საქართველოში დავბრუნდებით, უნდა გავიარულოთ გამოფენაზე, არის სახანძრო სისტემების გამოფენა, რომელსაც დაგათვალიერებინებთ თქვენს ჩემთან ერთად. ახლა კი ჩავალთ საჭმელად და გავჩვენებთ მაქსიმალურად ყველაფერს. აბა თქვენიც დროებით. მეგობრებო, YouTube-ზე ვარ ახალი შემოსული, ასე რომ ვთქვათ. გამოიწერეთ ჩემი გვერდი და შემოგთავაზებთ მაქსიმალურად საინტერესო ვიდეოებს. ხოჭი იმიტომ რომ ჩანგალი აღარ გქონდათ. მაგარი ბანზი გემოები აქვს. აი ლუცოს ქართული საჭმელი. რაღაც ხურცელის ხურცელზე არ ვარ. მაგრამ შეიძლება ვერ მოგდე წავა. არც პომიდორს არ აქვს, არაფრის გემო და არც კარტოფილს. მოკლედ მოვედით გამოფენაზე, ხა შევალთ შიგნით, დავტოვებთ ჩანთებს და დაგათვალიერებინებთ ყველაფერს მაქსიმალურად. საკმაოდ საინტერესო გამოფენა ჩანს. გამოფენაზე ვნახეთ უამრავი საინტერესო დემონსტრაცია. Now you can open a window. Oh, sorry, you have to close. აქ კი სააბნეული ბავშვით დავბოდიარობდი. კლიანობაში გამოფენით ვიყავით ძალიან კმაყოფილები, რადგან ბევრი სიახლე ვნახეთ. შემდეგ კი მოვკიდეთ ჩვენ ჩანთებს ხელი და ასე შემოვიარეთ მთელი ქალაქი. ეხლა გამოვედით ნიურნბერგის ქალაქში. გუშინ რაც გაჩვენეთ კადრები, საერთოდ არ ჩანდა ლამაზი, ახლა კი რეალურად ძალიან ლამაზი ყოფილა ზის შუქზე.
ხო, რა თქმა უნდა, ჩემ ტრენდს აქაც არ ჩამორჩით და შეგიძლიათ უბრალოდ გამოიწეროთ ჩემი გვერდი. მოკლედ მეგობრებო, საშინელი ამინდი არის მიუნხენში. ისეთი ამინდია, ჩემი ვარაუდით, ფენა გადაიდება, ასე მგონია. საშინელება ხდება. ეს ხო, წვიმისმა, ქარისმა ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა ყველას. გამოიწერეთ ჩემი გვერდი და ლაიქეთ ვიდეო. მე კი ისღა დამრჩენია და გამშვიდობოთ შემდეგ ვიდეომდე. დროებით.